დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის გამო დაკარგული ორი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მაშველებმა სტიქიის ზონაში ჰესის ტექნიკური გვირაბის ზედა მხარე შეისწავლეს და დაკარგულებს იქ ვერ მიაკვლიეს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი სრულად არის მობილიზებული დევდორაკის ხეობაში მომხდარი მეწყერის გამო. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, რაც შეეხება ორი დაკარგული პიროვნების ძებრას. ამ ეტაპზე შესულები არიან ჩვენი მაშველები გვირაბის ნაწილში, სადაც ჯერჯერობით ვერ იქნა აღმოჩენილი ორი დაკარგული პიროვნება, როცა წყლისგან იქნება შედარებით დაცლილი ქვედა გვირაბი, შევალთ ქვედა მხრიდან და მოხდება ქვედა მხრიდან დათვალიერება გვირაბის. დარიალის ხეობაში მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის გზის 134 კილომეტრზე ღვარცოფი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. მეწყერის გამო ჩაკეტილია გზა. ამასთან საქართველოს გავლით სომხეთს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დადბორილია ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგიც. აღნიშნულის ამსახველი მასალა ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია. ისევე როგორც საქართველოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ასევე დაზიანებულია მშენებარე ჰესი და დაზიანების მასშტაბები ამჟამად დგინდება. სტიქიის დადგომის მომენტისთვის ერთი საქართველოს და მეორე თურქეთის მოქალაქე მშენებარე ჰესის ტექნიკურ გვირაბში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ადგილზე არიან მობილიზებული და მას შემდეგ, რაც წყლის დონე გვირაბში დაიკლებს, ყისიერად დაიწყება სამძებრო სამაშველო ოპერაცია. სტიქიის ზონა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მან გზის გაწმენდის სამუშაოების დროულად ჩატარებისა და სომხეთისთვის გაზის მიწოდების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ერთის მხრივ გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც სტრატეგიულია ჩვენთვის, მალე განხორციელდეს. უაღრესად მნიშვნელოვანი არის გაზსადენის თემა, იმიტომ რომ ეს გაზსადენი ემსახურება როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს მოწმე სომხეთს. განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს უკვე ვიცით, რომ ეს სწრაფად აღდგება. ახლა პრემიერი არის სომხეთში და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ის მან იცოდეს, რომ სწრაფად აღდგება ეს გაზსადენი და ჩვენ სომეხ კოლეგებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ. ღვარცოფს სპეციალური განცხადებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გამოეხმაურა. საქართველოს დახმარება სომხეთის პრემიერ-მინისტრმაც აღუთქვა. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ახსენა გუშინ ღამე მომხდარი მეწყერის ჩამოწვევის საკითხი. ეს ამ წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა, ჩვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ სულ რაღაც 2-3 დღეში აღდგეს გაზის მოწოდება, ვინაიდან კიდევ დაფიქსირდა გაზის მილის დაზიანების ფაქტი. დარიალის ხეობაში ამავე ადგილას მთა რამდენიმე თვის წინ 17 მაისსაც ჩამოიშალა. მაშინ სტიქიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროკურატურა დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშების შესახებ მედიაში გავრცელებული დოკუმენტაციის ნამდვილობას სწავლობს. ამ დრომდე უცნობია შეისწავლის თუ არა უწყება ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებას. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტაბულასთან საუბარში ამ საკითხზე განმარტება არ გააკეთა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რა გზით იქნა მოპოვებული ინფორმაცია ბაქრაძის საბანკო ანგარიშის შესახებ. ლევან ნატროშვილის თქმით, პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და მისი უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. სამართლის კოდექსის მიხედვით პერსონალური ინფორმაციის მოპოვება, გავრცელება, გამოყენება სხვა სახით არის დანაშაული და სწორედ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროკურატურა ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და გამოიძიოს თუ როგორ მოხდა ჟურნალისტების ხელში ეს ინფორმაცია, ვინ მოიპოვა, როგორ მოიპოვა, ქონდა თუ არა კანონდარღვევას ადგილი და ასე შემდეგ. იურისტი ლევან ალაფიშვილიც მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ როგორ მოხდა დავით ბაქრაძის დოკუმენტაცია სოციალურ ქსელში. ალაფიშვილის თქმით, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია მტკიცებად ვერ გამოდგება და პროკურატურის მხრიდან ამ დოკუმენტის წარმომავლობის უგულებელყოფამ შესაძლოა სახიფათო პრეცედენტის შექმნას. ეს შესაძლებელია პრეცედენტის შემქმნელი იყოს და საკმაოდ სიმპტომატური, თუ კი ასე ვთქვათ, პირადი მიმოწერა არის დარღვეული ამ შემთხვევაში და
კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე წარიმართა გამოძიება, ეს ანგრევს არამხოლოდ ადამიანის უფლებების მდგომარეობას, არამედ ფუნდამენტს უშლის თვითონ გამოძიებას, მართლმსაჯულებას, უკანონო მტკიცებულებაზე დამყარებული მართლმსაჯულება და გამოძიება თავისთავად, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებს უქმნის საფრთხეს. კერძო და საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმებას პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი უზრუნველყოფს. თამარ ქალდანის განმარტებით გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო და დავით ბაქრაძის პირადი მიმოწერის გასაჯაროების შესახებ ინფორმირებულია, უწყებას დამატებითი განცხადებით არ მიმართეს. რამდენადაც მე ვიცი, ეჭქვეშ არ დამდგარა ის თემა, რომ ბანკის მხრიდან მოხდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, ასე რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა ჩვენ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე ვინაიდან ეჭვები გამოითქვა თვითონ სუბიექტის მხრიდან, ბატონი დავითის მხრიდან, რომ ადგილი ჰქონდა მისი კორესპონდენციის უკანონოდ გაცნობას და ასე შემდეგ, ამ მხრივ უკვე ეს არის დანაშაულს მიკუთვნებული კატეგორია და სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ დავით ბაქრაძე მისი პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას სპეციალურ განცხადებაში გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი პირადი წერილის გახსნა, წაკითხვა და გასაჯაროება უკანონოდ მოხდა და ის პასუხისგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ კერძო კლიენტის ბანკთან მიმოწერა ფოსტიდან ამოიღო. სოციალურ ქსელში დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშის თანახმად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757 გირვანკა სტერლინგი ჰქონდათ. დავით ბაქრაძის მტკიცებით თანხა, რომელიც მის ოჯახს HSBC-ის ანგარიშზე ჰქონდა, მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალია და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შეპესეების სულ 13 კომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს. გამოძიება კომპანიას ფინანსების მითვისება, გაფლანგვას და გადასახადებისგან თავის არიდების მუხლებით მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ მათ კომპანიის დოკუმენტაციის შესწავლა თბილისის მერის დავით ნარმანიას მიმართვის საფუძველზე დაიწყეს. დავით ნარმანიას თქმით, ცალკეული ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ დადასტურდა, რომ ამ ორგანიზაციებში მაღალი ანაზღაურება და პრემიები გაიცემოდა და თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. პირველადი დოკუმენტაცია, როცა ვნახეთ ცალკეული ორგანიზაციებისა, ამით დასტურდება, რომ გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება, პრემიები გაიცემოდა, მათ შორის გაიცემოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც პრაქტიკულად აღარ მუშაობდნენ და აღარ საქმიანობდნენ ამ ორგანიზაციებში. ხდებოდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც ჩვენის აზრით არის არამიზნობრივი, საკითხს აუცილებლად დარეგულირება ჭირდება. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ტურიზმის, სატრანსპორტო კავშირის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. ეს იყო ძირითადი თემები, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერევანში ვიზიტისას თავის სომეხ კოლეგასთან განიხილა. პრემიერების მოლაპარაკების შემდეგ სამთავრობო დელეგაციების შეხვედრაც გაიმართა. საინტერესო მოლაპარაკება ჰქონდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატრანსპორტო კავშირების გარშემო. დეტალურად განხილული იქნა სასაზღვრო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის, კერძოდ ბაგრატაშენ სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდის მშენებლობის საკითხი. ჩვენ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42%-ით, ხოლო გასულ წელს 50% თუ შევადარებთ 2012 წელს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო ეკონომიკური მეგობრული ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენ რა თქმა უნდა ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრისას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და განვიხილეთ ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხთან ფართო სპექტრი, მივახცეთ შეთანხმებას. სომხეთი და საქართველო ააშენებს, ერთობლივად ააშენებენ ხიდს და დღეს მოვისმინე, რომ არსებობს ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომ ამ ხიდს ეწოდოს მეგობრობის ხიდი. და რა თქმა უნდა, ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით ამ შემოთავაზებას.
ბულგარეთში ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თბილისისა და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლების 6 მოსწავლე წარადგენს. ტურნირი უკვე რამდენიმე წელია ტარდება და სხვა ამ ტიპის შეჯიბრებებისგან განსხვავდება. მონაწილეები წინასწარ ამზადებენ საკითხებს და კონკრეტულ თემას იკვლევენ. საქართველოს ნაკრებს როგორც საკითხების მომზადებაში, ასევე ორგანიზაციულ საკითხებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი დაეხმარა. გუნდის კიდევ ერთი სპონსორი ლიბერთი ბანკია. არ ვიცი ზუსტად რა იქნება. გააჩნია როგორ მომზადები, საშუალო დონე მომზადების როგორ იქნება რა დანარჩენი გუნდების. იმედი გვაქვს პირველს ავიღებთ, მაგრამ ანუ ესეთი ძალიან თამამდი განცხადება არის, ანუ იმედი ყოველთვის გაქვს. წინასწარ არ იცი სხვები როგორ არიან მომზადებული. ამერიკული სპეცრაზმის სირიაში ამერიკელი მძევლების, მათ შორის ჟურნალისტ ჯიმ ფოლის გათავისუფლებას ცდილობდა, რომელიც ისლამისტმა ტერორისტებმა სიკვდილით დასაჯეს. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, რამდენიმე ათეული სპეცრაზმელი სირიაში ჩავიდა, თუმცა ოპერაცია ჩაიშალა, რადგან ისლამისტებმა მძევლების სხვა ადგილას გადამალვა მოასწრეს. საგანგებო განცხადებით ჯეიმს ფოლის დაღუპვასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტი გამოვიდა. მან ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებას კიბო უწოდა და მსოფლიოს ამ საფრთხესთან ერთიანი ბრძოლისკენ მოუწოდა. მთელი მსოფლიო ამ საზარელი მკვლელობით შერწმუნებულია. ვესაუბრე ჯიმის მშობლებს და ვუთხარი, რომ ჩვენ გულდაწყვეტილები ვართ. მათ მწუხარებას ვიზიარებთ და ვაფასებთ ყველაფერს, რაც ჯიმმა გააკეთა. რასაც ISIL-ი ჩადის, არაფერ კავშირშია რელიგიასთან. მათ მსხვერპლთა უმრავლესობა მუსლიმია და ეს სარწმუნოება უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას არ ქადაგებს, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან. ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგია გაკოტრებულია. ისინი ატერორებენ მეზობლებს და ვერაფერს თავაზობენ მათ ობის გარდა. მოუწოდებ ახლო აღმოსავლეთის მთავრობებსა და ხალხებს. აუცილებელია საერთო ძალისხმევა, რათა ამოვკვეთოთ ეს კიბო და გავრცელების საშუალება არ მივცეთ. 21 საუკუნეში მისი ადგილი არ არის. რუსეთში მაკდონალდსის რესტორნები იხურება. როსპოტრებნაძორმა შემოწმების ჩატარების შემდეგ სანიტარული პირობების დარღვევის გამო მოსკოვის ცენტრში მდებარე 4 მაკდონალდსის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სულ რუსეთის დედაქალაქში მაკდონალდსის 115 ობიექტი ფუნქციონირებს. მათი შემოწმებები გრძელდება. მაკონტროლებელმა უწყებამ მაკდონალდსის შემოწმებები რუსეთის რეგიონებშიც დაიწყო. პირველი მაკდონალდსი რუსეთში 1990 წელს გაიხსნა. ფასტფუდის პოპულარული ქსელის შემოწმებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ევროკავშირსა და ამერიკიდან სურსათის იმპორტი აკრძალა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის მძიმე ტექნიკა. ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ყველაზე მწვავე ბრძოლები კვლავ ქალაქ ილოვაისკში მიმდინარეობს, რომელიც უკრაინულმა ძალებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს. ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ლუგანსკშიც. უკრაინელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს რუსეთის სადესანტო ჯარების საბრძოლო მანქანა დოკუმენტებით, რომელიც კონფლიქტში რუსეთის რეგულარული ჯარების მონაწილეობას ადასტურებს. გრძელდება ქალაქების და სხვა დასახლებული პუნქტების ინტენსიური დაბომბვა, რაშიც ხელისუფლება ტერორისტებს ადანაშაულებს. ქალაქ დონეცკში დარჩენილ მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის წყალი. ადგილობრივ მცხოვრებთა უმრავლესობა თავს სარდაფებს აფარებს. გაეროს მონაცემებით უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან საკუთარი სახლები 415,000 ადამიანმა დატოვა. რაღაც კომპრომისი აუცილებელია, რომ მშვიდობა დამყარდეს. თუ რუსეთს ჩვენ არ ვუნდივართ, არ მინდა რომ ეს დაბომბვები გაგრძელდეს. მხარი უნდა დავუჭიროთ ან რუსეთს, ან უკრაინას. თუ რუსეთს ჩვენი შემოერთება არ სურს, უკრაინას უნდა დაუბრუნდეთ. კიევში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის ემზადებიან, რომელიც 24 აგვისტოს ჩატარდება. ქალაქის ქუჩებში მძიმე ტექნიკა გამოჩნდა. 40-მდე ერთეული ტექნიკა, რომლის დიდი ნაწილი ახალია, აღლუმიდან პირდაპირ საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაიგზავნება.